კიდევ ერთხელ მოგესალმებით ზურფასი ტელემოყურებელო, როგორც უკვე გითხარით, დღეს საუბრობთ პირველ რიგში კარატეზე, კონტაქტური კარატე არის ჩვენი გადაცემის პირველი თემა და თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, კადრებსაც გიჩვენებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემის და ჩვენი ტელევიზიის სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში გუშინ და გუშინ წინ აქტიურად შუქდებოდა ტურნირი, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა გუშინ და გუშინ წინ, ეს არის ბათუმი ოფენი და გრან-პრი კონტაქტურ კარატეში, ძალიან ბევრი ქვეყანა, ძალიან ბევრი სადღაც 400-მდე მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან წარმატებული გამოსვლა საქართველოს ნაკრების და კიდევ ერთი კარგი მაღალი შეფასება ჩვენს ქალაქს მასპინძლობისთვის დიდი საერთაშორისო ტურნირის ლევან ცინცაძე, რომელსაც ჩვენს ეთერში ალბათ ყველაზე ხშირი სტუმარი შეიძლება ეთქმოდეს ნამდვილად და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფედერაციის პრეზიდენტი ალბათ ბოლო წლებში ჩვენს რეგიონში. არ გაგიკვირდებათ რომ ლევანი იქნება დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და დანოსებული ქონდა ეს ტურნირი ჩვენ მაშინ როცა შემბრუნდებოდი უცხოეთიდან ჩართვაში დაგვიანოსე და მოვიდა ეს დღეც როცა უკვე შედეგებზე უნდა ვისაუბროთ ამ ტურნირის და უნდა ვისაუბროთ გამოხმაურებებზე, რა თქმა უნდა. მოდი თავიდან ბოლომდე დავიწყოთ ლევან რა ტურნირია, მესამედ ჩატარდა ეს კარგად ვიცით, მაგრამ ამ მასშტაბებზე პირველად გავიდა ეს ტურნირი და უფრო მეტად დეტალი გითხარით, ჩვენი მაყურებელი ამასობაში კადრებსაც იხილავს. მოგესალმებით ბესო, დიდი მადლობა. რაც შეეხება ჩვენ ბათუმი ოფენს და გრან-პრის უკვე ტრადიციულად მესამე წელია მასპინძლობთ ამ მაღალ ესე რომ ვთქვათ დონის ღონისძიებას, რადგან ყოველ წელს ის იზრდება მისი მასშტაბები და ამჯერად კიდე უფრო მეტი სპორტსმენი ჩამოვიდა, დაახლოებით 260-მდე უცხოური სპორტსმენი იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩამოსული. ადგილობრივებზე მეტი იყო ვიდრე ჩვენი ქვეყნის სპორტსმენები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესეთი დონის სპორტსმენები არა მხოლოდ ის რომ რაოდენობრივად ბევრი იყვნენ ჩამოსული, მინდა გითხრათ, რომ 2 კვირის წინ, ზუსტად 12 დღის წინ იაპონიაში All Japan ჩატარდა, სადაც მონაწილეობას 128 კაცი ერთწონით კატეგორიაში იღებს და ერთ-ერთი ყაზახი სპორტსმენი, რომელიც გუშინდელი გრან-პრის გამარჯვებული გახდა და ფინალისტი, იაპონიის ჩემპიონი გახდა და შემდეგ მან 10 დღის შემდეგ ჩამოვიდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩემთვის სასიხარულო ის, რომ როდესაც მან გაიმარჯვა ტოკიოში, პირველი კითხვა, როდესაც დაუსვეს, რა არის შენი შემდეგი გეგმებიო, მან უპასუხა, რომ 10 დღეში ბათუმშიო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში მივიღებ მონაწილეობასო. ეს უკვე იმაზე ლაპარაკობს, რომ ჩვენს ქვეყანას ყველა იცნობს და ჩვენ სპორტის სახეობას და ამის პრესტიჟულობაზე ლაპარაკობს. მონაწილეობდნენ მოქმედი ევროპის ჩემპიონები, პრიზიორები, აზიის ჩემპიონები, მრავალი გზის პრიზიორები ევროპიდან, სხვადასხვა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები, დავით ხალაძეს, ვინც ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი, ვინც იყო დავითთან ერთად. ის და ასევე ძალიან ბევრი ტიტულოვანი სპორტსმენები, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე ერთი ფაქტი იყო, რომ არა მხოლოდ ეს არ ტარდებოდა ერთ წონებში, იქიდან გამომდინარე, რომ კაცებში არის 5 წონით კატეგორია, -60, 70, 80, 90 და მძიმე აბსოლუტური წონით კატეგორია, ამ შემთხვევაში იყო ყველა გაერთიანებული. აი ეს ამ ტურნირის განსხვავებულობას ეს ყველაფერი ფუთავს, იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურ წონაში იყო ბრძოლები. ჩვენ ყავდა 60 კილო სპორტსმენები, რომლებიც 128 კილოს და 128 კილოს დაუპირისპირდა და საკმაოდ სანახაობრივი ნაწილი მოამატა ამ მიმართულებით. დიახ, ეს არის ძალიან პრესტიჟო. აქ ევროპის ჩემპიონები პირველი წრიდან ვარდებიან, შესაბამისად, რომ როდესაც მსუბუქი წონა 70-65 ხდება უკვე 100 კილოს, ეგ ძალიან რთულია ასპარეზობა, თუმცა ეს ერთ-ერთი მიზეზი და მიზანი ამ ღონისძიების ის იყო, რომ ზუსტად ესეთი მაღალი დონის ტურნირებში იზრდებიან სპორტსმენები და შემდეგ ისინი როდესაც აგრძელებენ თავიანთ წონით კატეგორიაში ასპარეზობას, უკვე კონტინენტის ჩემპიონები ხდებიან. ამიტომ ჩვენი ამოცანა არ იყო, რომ მანდა მაინც ქართულ სპორტსმენს უნდა გაიმარჯვებინა და ჩვენს ევროპის ჩემპიონს არ უნდა წაეგო, არა. ზუსტად აი ამ წაგებაში ვიზრდები ჩვენ და აი ესეთ კონკურენციაში შეგვიძლია, რომ ჩვენ იაპონიაშიც მოვიგოთ და ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველაფერი ისე დამთავრდა ტრავმის გარეშე და საკმაოდ კარგად ჩაიარა, ყველანაირი ექსესების გარეშე და ძალიან ბედნიერი ვარ. გაიმარჯვეს ღირსეულად, წარმატებულად, იმ ადამიანმა იასპარეზეს წარმატებულად, უბრალოდ ვინც იმსახურებდა, ყველას ულოცავ ამ წარმატებებს. და რაც შეეხება წინანდ დღეს, სადაც დაახლოებით 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა ბავშვებში, საკმაოდ მაღალი დონის სპორტსმენები ყავდათ ყაზახებს, უკრაინელებს, ევროპიდან ძალიან მაგარი გუნდები იყვნენ პოლონეთიდან და ასე შემდეგ, საბერძნეთიდან, ლიტვიდან, ძალიან კარგი შემადგენლობა იყო და ეს ძალიან კარგი შანსი, ძალიან მაგარი შანსია, რომ ადგილობრივ შენს ქალაქში, შენს კუთხეში, შენს ქვეყანაში მიიღო ასეთ მაღალ დონის ღონისძიებაში მონაწილეობა. ძალიან
ფაქტურად არაფერში არ გეხარზება ფინანსური რესურსი და შეგვიძლია ესეთ მაღალ ღონისძიებაზე მიიღო მონაწილეობა, გამოცდილება და ჩვენ ამისათვის ძალიან ბევრ რესურსს ხარჯავთ, გესმით ხო, როდესაც დავდივართ სხვა ქვეყნებში. ეხლა უკვე ჩვენ თვითონ ვატარებთ ისეთ ტურნირებს, რომ სხვები ჩამოდიან და მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველა ბავშვი, ვინც ღებულობდა იქ მონაწილეობას, ძალიან გაიზარდნენ გუშინდელი დღის შემდეგ. თუნდაც მეორე დღეს, როდესაც ისეთი სანახაობი ბრძოლები იყო მშობლებისთვისაც და როდესაც ადგილობრივად ესენი ხდება და უფრო მეტად სწავლობენ, უფრო მეტად უყვარდებათ ეს სახეობა და უკვე შეიძლება ითქვას დღეიდან დილიდან ძალიან ბევრ დარბაზებში ზარები შევიდა, რომ ადამიანები დაინტერესდნენ ამ სპორტის სახეობით, ბავშვები შემოყვანა უნდათ უკვე და ზუსტად მიზანიც ეს იყო და ეგ ნაწილიც ცალკე უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ აი როცა კადრებს ვადევნებ თვალს, რაც იშვიათობა სამწუხაროდ შეიძლება ითქვას ძალიან ბევრი მაყურებელი და ინტერესი პუბლიკის ამ სპორტის სახეობის მიმართ, გასაგებია რომ სხვადასხვა ტურნირებზე შეიძლება ეგ ნათესავები, ოჯახის წევრები, მშობლები ესწრებოდნენ, მაგრამ აქ ხედავთ ჩვეულებრივად მოსულ გულშემატკივრას, რომელიც სანახაობრივმა მხარემაც მოიყვანა გარკვეულწილად ამ ტურნირზე და არა მხოლოდ რაღაცა ვიღაცის საგულშემატკივრად მოვიდა კარგი, მოდი ესე ვიტყვი, ჭყალებში შოუს სანახავათაც, ხო? კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მე ძალიან ბედნიერი ვარ აღნიშნეს კიდევაც, რომ ამდენი მაყურებელი არსად არ უნახავთ ესეთ შეჯიბრზე, მაგალითად, არა მხოლოდ კარატე შეჯიბრზე, არამედ სხვა სახეობებშიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, მაინც ალბათ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, შევქმნათ უნდა საკუთარი თავი ისე, რომ ადამიანებისთვის საინტერესო გახდე და უკვე ეს ჩვენ შევძელით, ადამიანებმა დაინახეს ეს, მე როდესაც მქონდა ეხლა და მაქვს ამ დღების განმავლობაში ჩემ კოლეგებთან ურთიერთობა, უცხოელებთან, ისინი უკვე ამბობენ, რომ ტურნირს, როდესაც პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს, ძალიან ბევრმა უკვე დაუკავშირდნენ და ეკითხებიან, რომ მომავალ წელს იქნება თუ არა იგივე ღონისძიება, სადაც შეუძლიათ მას მონაწილეობას. ანუ ეს ყველაფერი გამოიწვია ამ ყველაფერმა, მე ძალიან ბევრი მესიჯი მომდის უცხოელი კოლეგებისგან, ესპანეთიდან ძალიან ბევრმა მომწერა და გამომიგზავნენ, რომ ესეთი მაღალი დონის ტურნირი მათ არ უნახიათ და მადლობელები არიან ამისთვის და მომავალ წელს აუცილებლად სრული აქვთ, რომ თუ ჩავატარებ ჩვენ ამას მიიღონ მონაწილეობას და ვფიქრობ ჩვენ თვითონ შევქმნით აი ამ პროდუქტს, კარც როგორც თქვენ თქვით და აუცილებლად ჩვენ ძალიან მალე წლების შემდეგ ადრეც გახსოვს ჩვენ როდესაც საუბრობდით, როცა მარტო მიწევდა რაღაცების კეთება, თითქოს ვიღაცისთვის უცნაური იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მე რეალურად მოვიდა ეს ყველაფერი, ისეთი ძლიერი გუნდი მუშაობს, უკვე ეს ახალგაზრდები, რომლებიც ახლა გუშინ ბრძოლობდნენ და თავი დადეს, რომ ჩვენი ქვეყანა კარგად წარეჩინა და მათ ეს აუცილებლად კარგად გამოვიდათ, ნამდვილად ჩართული იყვნენ ამ საქმეში და ძალიან ბევრ ენერგიას ითხოვს ეს გესმით თქვენ ეს ყველაფერი და მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან კარგად გაართვეს თავი. თან ამას ძალიან მნიშვნელოვანი რამე წინ ვერთვის, რომ ჩვენ ერთი თვის წინ მქონდა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ევროპის ჩემპიონატი და ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა და ძალები ჩავდევით იმისათვის, რომ იქ კარგად გვექნა და ფაქტურად სპორტსმენმა ვერც კი მოახერხეს რეაბილიტაციას გასვლა, ცოტა დასვენება ფაქტურად არ მოუწიათ, როგორც კი ჩამოვედი ჩვენ, თვის ბოლოს იყო წინათვის და შემდეგ თვეს უკვე ეს ბათუმი ოფენი იყო და ფაქტურად ტრავმების მოშუშებაც კი ვერ მოახერხენ, ისე გავაგრძელეთ მზადება. ამანაც თავისი როლი იქონიეს და მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან კარგად გაართვეს თავი. კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რაც არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ერთი ფაქტი იყო და მინდა ხაზი გაუსვათ ამას. პირადად ფედერაციის ჩემი გადაწყვეტილებით, ფედერაციის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მეორე დღეს გრან-პრიზე ემსაჯა მხოლოდ და მხოლოდ სოფლიოს ჩემპიონს, სოფლიოს პრიზიორს ან ევროპის ჩემპიონს. იქ არც ერთი სხვა მსაჯი არ იყო. პირველ დღეს იყო ჩვეულებრივად მსაჯები, სხვადასხვა კატეგორიის მსაჯები, სხვადასხვა არასავალდებულო მსაჯი ხომ სოფლიოს ჩემპიონი იყოს, რა თქმა უნდა, თუმცა ისინი მსაჯებიც არიან, თუმცა ჩვენ გავაკეთეთ, რომ აი პრესტიჟული ღონისძიება იყო და მხოლოდ 6 მსაჯი მსაჯობდა ისეთი უცხოელი და ფაქტურად ქართველებსაც არ აპროტესტებენ. ქართველი ერთი იყო და 4 სხვა ქვეყანაში ყოველთვის პირიქით ხდება და ჩვენ პირიქით გავაკეთეთ. აქაც გავირთულეთ გზა, ქართველი ერთი ყავდა და 4 უცხოელი მსაჯობდა. ამიტომ ჩვენ გვირჩევნია რთული გზით გავიაროთ და ეს აუცილებლად შედეგებს სტადებს. საინტერესო ამბავია ალბათ ასპექტი ამ ასეთი ღონისძიებების ყველა სპორტის სახეობაში, არა მხოლოდ კარატეში, ისიც რომ მყარდება კონტაქტები, რაც არის აუცილებელი შემდეგი განვითარებისთვის, გიწევენ ასევე სხვადასხვა პრესტიჟულ ღონისძიებებზე და ასევე ხვალ როცა ვთქვათ მოგიწევთ კიდევ
ასეთ ტურნირის ჩატარება. გეოგრაფიას ზრდით იმ თვალსაზრისით, რომ დაურეკავთ თქვა ვიღაცა დიდი ბრიტანეთის რაღაცა სიტყვაზე ამ შემთხვევაში მაგალითისთვის ამ სპორტის სახეობის ფედერაციას უკვე იმდენად ინფორმაცია არის შესული სხვადასხვა აი ამ სწორედ სტუმრებისგან უკვე რომ კი ბატონო მოვდივართ ამ ეს მიმართულებას უკვე პრინციპში მოგვარებულია რომ ხვალ არავისთან ზარი და მეილის გაგზავნა არ არის რაღაცა საჩუთი რო ზაკ. დიახ, ეს ძალიან მარტივია, პირიქით ჩვენ ისეთ კარგად ვართ ამ კუთხით, რომ ნებისმიერი ჩვენს მიერ კარგად დაორგანიზებული ტურნირზე ყველა წინასწარ თანხმობას განაცხადებს, რამოდენიმე ქვეყანა გამოეთიშა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ბოლო დღეს მათ ჯავშნებიც კი ჰქონდათ სასტუმროში გაკეთებული, რაღაც ავიაკომპანიის, რაღაცა ავიარეისებთან დაკავშირებით იყო რაღაც ცვლილებები და აეროპორტიდან, რამოდენიმე აეროპორტიდან მოაბრუნეს. ფაქტი ისიც იყო, რომ ლიტველები მაგალითად საერთოდ აეროპორტიდან გაუშვენ და ლატველები და ლიტველებმა მოასწრენ, გადავიდნენ ვარშავაში და იქედან იყიდეს ბილეთები, რომ ჩამოსულიყვნენ ამ ღონისძიებაში. ალბათ ეს ყველაფერს ამბობს კი იცით ახლა ეგრევე რომ შეიძლება და ბილეთის ყიდვა როგორი რთულია, მაგრამ ინტერესი იმდენად დიდია, ისეთი დიდია და ანუ ეს დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი ჩვენც მაქსიმალურად ვიყენეთ აი ამ კარგ ურთიერთობებს და იმედი მაქვს რომ ეს გაიზრდება ჩვენ შორის ეს კარგი ურთიერთობა და ჩვენ კიდევ ერთ ბევრ სპორტსმენს როგორც დავით ხალაძეა, მინდია მგელაძე და თალაშა და ნუ ჩვენ წარმატებული სპორტსმენები არაერთს გაუზდით აი ამის ხარჯზე ჩემი ამოცანა არის რომ აი ამ კარგი სპორტსმენების ხარჯზე ეხლა ახალგაზრდა თაობა მაქსიმალურად უნდა გავრწყვეტნათ ესე რომ ვთქვათ, როდესაც თაობათა ცვლა იქნება უკვე სერიოზული გუნდი უნდა გვყავდეს. პატარა აიბში ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ 10-11 წლის უკვე ისეთი სპორტსმენები გვყავს, რომლებიც უკვე ესეც საერთაშორისო ტურნირებს იგებენ. ყაზახებთან ძალიან რთული ასპარეზობა, რადგან მაგათ ძალიან კარგი კონტაქტები აქვთ იაპონიასთან, ახლოს არიან, ასე რომ ვთქვათ და ყოველ წელიწადს მინიმუმ ორჯერ იქ არიან და იქ, როდესაც ეს სკოლა გავლილი გაქვს, საერთოდ სხვანაირი ბავშვები არიან და ძალიან ბევრი ბრძოლები ჩვენ მათ მოუგეთ და ეს ყველაფერზე ლაპარაკობს რა, იმაზე რომ ყველაფერი კარგად მიდის, სწორად მიდის და ჩვენ აუცილებლად არ შევჩერდებით, როგორც ვამბობთ ყოველ შემთხვევაში ეს უკვე წარსულია და ხვალიდან შევეცდებით ახალი წარმატების მიღწევისთვის არ შევაჩერდეთ. ნახსენია აქ რომ თქვათ ეძებთ უკვე სირთულეებს ამ სპორტის სახეობაში, რომელიც შეიძლება იყოს გადასალახი. ახლა როცა საუბრობდი შენს უკან ბექგრაუნდზე გადიოდა კადრები, სადაც უცხოელი გოგონების მონაწილეობით ნახეთ თქვათ მატჩები, შეჯიბრებები. მახსოვს რომ მქონდა გარკვეული განაცხადი ამ მიმართულებითაც, რომ გოგონების მიმართულება უნდა წამოგეწიათ მაქსიმალურად, რადგან წეგანაც ჩამოთვალეთ თქვათ სპორტსმენები, პირველი ნომრები და ვარსკვლავები უკვე თქვათ საქართველოს ნაკრების სპორტის სახეობაში, ჯერჯერობით გოგონები ამ სიაში არ არიან. ამ მიმართულებით თუ შეგიძლია რამე სიახლეები გაგვიგზავნოთ? კი, ამ მიმართულებით უკვე წამოგვივიდა თაობა, როგორც გითხარით პატარების, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ევროპის ჩემპიონატები მხოლოდ 14 წლიდან იწყება, 14 წლამდე ბავშვებს არ შეუძლიათ და ჩვენ უკვე წამოვიდა ისეთი თაობა, რომელიც მაგალითად აჭარაში უკვე 14-15 წლის ბავშვები შემდეგი წლიდან უკვე ევროპაში ჩაერთვებიან და ვფიქრობ უკვე საკმაოდ კარგათაც იასპარეზებენ. ეროვნულ ნაკრებსაც შეხება გვყავს ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი, თუმცა რაოდენობრივად ბევრი არ არის ესეთი, ორი გოგონა გვყავს ხოლო, თუმცა ძალიან ძლიერები, სამწუხარო წელს ვერ შევძელით медаლის გაკეთება, თუმცა წინა წლის ფინალისტები არიან და მომავალ წელს უკვე, როდესაც ბათუმში ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი, ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მნიშვნელოვანი თარიღებია, ეს არის ძალიან მალე 8-9 მაისია ეს ესეთი პერიოდია რომ შემდეგ წელს უკვე წლის დასაწყისიდან ჩვენ უკვე აქტიურად უნდა ჩავერთოთ ამ მოსამზადებელ ასე რომ ვთქვათ ვითარებაში და აუცილებლად საქართველოს ნაკრებმა უნდა გაიმეოროს ის შედეგი რაც წინა წელს გახსოვთ ჩვენ რომ ვილაპარაკეთ ისეთ შედეგი დავდეთ რომ ვთქვით რომ ამ შედეგს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაიმეორებდა რაც ჩვენ გავაკეთებთ ვერც ჩვენ თუმცა შევცდით ამ შემთხვევაში და ჩვენ შევძელით ჩვენი შედეგის გამეორება რაც მართლა შეუძლებელი იყო მომავალი წლის ახალი გამოწვევა გვაქვს რომ ჩვენი შედეგი უნდა მინიმუმ იგივე უნდა დავტოვოთ მით უმეტეს ჩვენს კუთხეში არის როგორც თქვი რომ რაოდენობა მაყურებლის მეტია მე დაარწმუნებული ვარ სამჯერ მეტი რაოდენობა იქნება ევროპის ჩემპიონატზე მე ამისთვის ძალიან ბევრს ვიმუშავებ რომ დარბაზი იყოს შევსებული და ძალიან ბევრმა ახალგაზრდა თაობამ მიიღოს მონაწილეობა აქ ჩართულები იყვნენ ასევე მაყურებელი იყოს და დარწმუნებული ვარ ევროპის ჩემპიონატზე ისინი რა ემოციებსაც გამოცდიან ჩვენი ქვეყნის ჰიმნის მოსმენაში აუცილებლად ჩვენი სპორტსმენები გოგონები და ბიჭები ამას გააკეთებენ იქიდან გამომდინარე რომ მასპინძლები ვართ კოტა გვექნება 3 სპორტსმენით და ეს კიდევ უფრო მეტად მეტ შანსს გვაძლევს ჩვენ რადგან ორი კოტა აქვს თითოეულ ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ მასპინძელს აქვს 3 ქვეყანა.
ის სამი სპორტსმენი, აქედან გამომდინარე, უფრო მეტი შანსი გვაქვს და აუცილებლად ახალი ბევრი სპორტსმენები დაიბადებიან უკვე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ ამაში. ლევან, აუცილებლად მინდა კითხო, ამ შემთხვევაში შენს საქმიანობას ემატება, როგორც ვთქვათ, აჭარის ნაკრების ფედერაციის პრეზიდენტი, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული ნაკრების თავარი მწვრთნელი და ამ მიმართულებით თავარი ღონისძიება კიდევ კი ახსენე შენ მაისი, მაგრამ წინ გაქვს დეკემბერში, ეს არის საქართველოს ჩემპიონატი, სადაც მაინც მაღალი კონკურენცია, როგორც ამბობთ და რომელიც ბათუმში გაიმართება, როგორც ვიცი. დიახ, აქაც ჩვენ საქართველოს ჩემპიონატს ვართულებთ. საქართველოს ჩემპიონატს არ ვაკეთებთ მხოლოდ იმ წონაში, როგორც რეგლამენტით არის გათვალისწინებული. ჩვენ ვურთულებთ ჩვენ სპორტსმენებს, ეს როგორც მწვრთნელების და ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით თუ 60 კილომდე, 70 კილომდე და ესე ჩვენ ვაერთიანებთ ამას, რადგან ფაქტურად შარშან ვინც ჩემპიონები ვერცერთი ვერ გახდნენ, მაგალითად ჩვენი სპორტსმენები, მსხალაძე გახდა, მხოლოდ დანარჩენები აჭარის სპორტსმენებმა წააგეს, ყველა მე ევროპის ჩემპიონატის პრიზერები გახდნენ. მათ უწევდათ 10 კილო ზედმეტ წონაში მონაწილეობა, შესაბამისად მათ ჩემპიონები ვერ გახდნენ, ფინალისტები გახდნენ ან მესამე ნომრები, მაგრამ შემდეგ უკვე იქ შედეგი დადენ. აქედან გამომდინარე, ეროვნული ჩემპიონობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ეროვნული ჩემპიონი არ გახდი ან მეორე ნომერი არ გახდი, არ აქვს მნიშვნელობა, რომ წინა წლის ევროპის ჩემპიონი ხარ, მაინც ვერ მოხვდები ევროპაზე. შესაბამისად, მაინც ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება ეროვნული ჩემპიონობა. ასევე მინდა დავამატო და ვისარგებლო შემთხვევით, მოგეხსენებათ, რომ ამ წლიდან იანვრიდან უკვე კონტაქტური და სპორტული კარატე გაერთიანდა და მე მათგათი ხელმძღვანელი ვარ. გუშინ ასპარეზობდნენ ჩვენი სპორტსმენები კასპში, აჭარის სპორტსმენები და უკვე საკმაოდ კარგი შედეგებს დებენ ეს სპორტსმენები, ყველა საფრიზო ადგილებზე გავიდნენ საკმაოდ კარგ ღონისძიებაზე. დაახლოებით 14 ღონისძიება უკვე მათ გაიარენ სხვადასხვა ჩვენ ქალაქებში, ასევე 3 ადგილობრივი შეჯიბრი ჰქონდათ, ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე ღონისძიება და რამოდენიმე გასული ღონისძიებები ჰქონდათ. ძალიან კარგი სიტუაცია, დალაგდა ყველაფერი ისე კარგად, როგორც არასდროს, ყველა ძალიან კარგად მუშაობს, შედეგებით წამოვიდა, ყველამ თავის პოზიციები გადაინაწილეს, მწვრთნელებმა, მსაჯებმა, ასე ვთქვათ, ინსტრუქტორებმა, სპორტსმენებმა, გუნდი ძალიან მაგარია შეკრული, არანაირი პრობლემა არ არის. ურთიერთობებიც დალაგდა. ძალიან კარგად ყველაფერი გაკეთდა და მე ამისთვის ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგად მოხდა ეს ყველაფერი და მომავალი წელი უფრო კარგი იქნება მათთვის, დარწმუნებული ვარ, რადგან უკვე ესეთი შეკრული გუნდი არასდროს არ ყოფილა და გააგრძელებენ ისინი მუშაობას და იმედი მაქვს, რომ სპორტული კარატე, როგორც კონტაქტური კარატე არის გამოკვეთილი და გამორჩეული უკვე, ასევე გააგრძელებენ და მე მათ ყველას წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ ყველაფერს გამჭირვალედ სამართლიანად ვაკეთებთ. 30 რიცხვში ახლა არჩევნები ჩაინიშნება, სადაც ხელახლა გაკეთება ეს და ისინი ხელახლა გააგრძელებენ უკვე ცალკე ფედერაციაში არსებობას. ასე ვთქვათ, ჩემი მისია რაც იყო, მე ყველაფერი პირნათლად ძალიან კარგად შევასრულე და ისინი გააგრძელებენ კიდევ უფრო ჩემზე მეტად დარწმუნებულა კარგად ამ ყველაფერს და იმედი მაქვს, რომ დასურვილი მე ძალიან გამიხარდება თუ კონტაქტურ კარატეს აჯობებენ ისინი შედეგებით, რადგან ნებისმიერი სპორტის სახეობა, ვინც არ უნდა იყოს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის კარგ საქმეს გააკეთებს და კარგ პროპაგანდას გააკეთებს ახალი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგ ბავშვებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა კარატე იქნებათ, რაც იქნება, ჩვენ ყველამ უნდა მივესალმოთ, პატივიცეთ და უგულშემატკივროთ მათ. ძალიან კარგი მესიჯები იყო ბოლოს გაჟღერებული. მადლობა შენ ამ მესიჯებისთვის, მადლობა შენი საქმიანობისთვის და წარმატებები მინდა გისურვო და მადლობა რომ ჩვენი გადაცემის ხშირი სტუმარი ხარ და ხშირად ვაცნობთ ჩვენს ტელემაყურებელს სპორტის კონკრეტულად ამ მიმართულების სიახლეებს, რაც ბევრია და გასაზიარებელია ნამდვილად ყოველ ჯერზე. მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავი დღეს საზოგადოებრივი საჭიროების მადლობა და მინდა ბოლოს არ გამომჩეს ყველა ის ადამიანი ეს არა მხოლოდ ჩემი დამსახურება, თითოეული მათგანი ვინც ცოტა ოდნავი წვლილი მიიღო ამაში და ესეთი ძალიან ბევრი ადამიანია, ყველას მადლობა გადაუხადო ვისარგებლო შემთხვევით, ასევე ეროვნული ფედერაციის დახმარებით მოხდა ეს ყველაფერი, ცენტრალური სპორტის სამინისტროს, აჭარის სპორტის დეპარტამენტის, სპორტის სასახლის და ყველას ერთად მინდა მიულოცო ეს წარმატებული ღონისძიება და კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვო შემდგომში. დიდი მადლობა. პრინციპში გავაგრძელებთ ალბათ ჩვენ გადაცემას დაახლოებით ამ რაკურსით, რადგან უნდა გადავიდეთ ისევ საბრძოლო მიმართულებაზე, ამ შემთხვევაში კრივზე და ლევან მახსენა ჩვენთან რომ რაღაცა დალაგდა კარატის
მიმართულება, ასე შეიძლება ითქვას კრიუზეც, იმიტომ რომ გარკვეული პრობლემები იყო ამ ეროვნული ფედერაციის მიმართულებით ბოლო წლებში, მაგრამ როგორც ხედავ მე ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში, საინფორმაციო გამოშვებებში ძალიან ბევრი медаლი განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის მოდის ევროპის ჩემპიონატებიდან. ყავს არაერთი გამარჯვებული, ბოლოს 15 წლამდე ნაკრები მოგზაურობდა, ასე შეიძლება ითქვას, მონტენეგროში და 19-ლით დაბრუნდა იქიდან. ბექა ლობჟანიძე ჩაგვერთვება კრიუზის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ახლა თბილისიდან და მივესალმებით მას და პირველ რიგში ალბათ ქრონოლოგიურად დავიწყებთ ყველაზე ახლო მოვლენა და ყველაზე ახალი ამბავი არის სწორედ 15 წლამდე ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც საუბრითაც დავიწყებთ დიდი სიამოვნებით ბატონ ბექასთან ჩვენს დიალოგს. მოგესალმებით ბატონო ბექა, მადლობა თქვენი დროისთვის დღევანდელ ეთერში რომ გვერთვებით. მოგესალმებით, მადლობას მოგიხდით თქვენ ტელევიზიაში მოწვევისთვის. მივესალმები აჭარას, სრულიად საქართველოს, ყველა სპორტის გულშემატკივრს. ბატონო ბექა, მოდი დავიწყოთ ცოტა შორიდან, მაგრამ ახალი ამბით, ახალგაზრდების წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე ვიდრე ჩეხეთამდე მივალთ მონტენეგრო და 9 медаლი, 3 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო, რა დონის ტურნირი იყო ეს და რამდენად თქვათ გაქვთ საზეიმოდ საქმე ამდენი медლების რაოდენობით? სულ რაღაც ამდენიმე საათს თქვენ ჩამოვშვინდით ჩვენ მონტენეგროდან დილით ჩამოვედით, როგორც აღნიშნეთ, 19 დილით დავასრულეთ ჩვენი სპორტული შეჯიბრება, აქედან 3 ოქროს, 3 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს медаლი. აღსანიშნავია, რომ პირველად გაგვიხდა ჩვენ ქართული კრიუზის ისტორიაში გოგონა ევროპის ჩემპიონი, რაც მისასალმებელია და კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმას, რომ ქართული კრიუზი არ მარტო ბიჭებში, გოგონებში პოპულარული ხდება. რაც შეეხება ამ მონტენეგროს ტურნირს, ეს იყო ევროპის ჩემპიონატი. მოსწავლე მოკრიბეთა შორის 1000 მონაწილეობდა 33 ქვეყანა და ჩვენო მოკრიბეებმა ამ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეთ 9 медаლი და გუნდური მე-4 ადგილი. მინდა გითხრათ, რომ 23 ქვეყნიდან სულ 8 ქვეყნის მოკრიბეებმა შეძლეს ოქროს медаლის მოპოვება. მოკრიბეები, ჩვენო მოკრიბეებმა სამწუხაროდ გვაქვს ტექნიკური ხარვეზი, იმედია რომ მოვახერხებთ აღდგენას კავშირის ბატონ ბექასთან. ბატონ ბექა, თუ გესმით ჩვენი ხმა? კი, ისმის თქვენი ხმა. დიახ, ბოდიში ტექნიკური შეფერხებისთვის თქვენ საუბრობდით, რომ თქვათ მხოლოდ 8 ქვეყნის წარმომადგენელმა მოახერხა ოქროს медаლის მოპოვება და დიახ, სწორედ ამ თემით გავაგრძელოთ და თქვენ საინტერესო ასპექტია ის, რომ თქვათ გოგონებში გვყავს ჩემპიონები, რაც აღნიშნეთ თქვენ უკვე და რომ განვავრცოთ ეს თემა, თქვათ გოგონებში შედეგების წამოწევა წინა პლანზე, რისი დამსახურება და ვხედავთ, რომ არიან აქ არა მხოლოდ თქვათ 15 წლამდე ნაკრებში, სხვა საკლუბო ნაკრებებში გოგონები, რომლებიც არიან კრივით დაინტერესებული და ეს მისასალმებელია ნამდვილად. რამდენიმე წელიწადია ქალთა კრივი ზოგადად საქართველოს და სოფლიოში გახდა ძალიან პოპულარული. ჩაერთვნენ გოგონა მოკრიბეები ამ სპორტის სახეობაში. აღსანიშნავია, რომ თვითონ ქალთა კრივი გახდა ოლიმპიური სახეობა და მათ მინიჭებული აქვს ოლიმპიადაზე წონით კატეგორიები და აქედან გამომდინარე მოხდა სოფლიოში ქალთა კრივის პოპულარიზაცია, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენ რამდენიმე წელია უკვე ვაქცევთ დიდ ყურადღებას ქალთა კრივს. ჩვენ ყავდა როგორც ევროპის ჩემპიონები, ფინალისტები, პრიზიორები, ასაკობრივ გუნდებში და აგერ ახლა დასტურია კიდე ეს ევროპის ჩემპიონატი იმის, რომ ორმა გოგონა მოკრიბეებმა დაიკავეს საპრიზო ადგილები, ოქროს და ვერცხლის медаლი და ქართულ კრივში ქალთა კრივი კიდევ უფრო ყოველდღიურად პოპულარული ხდება. დარბაზები თბილისში და სხვადასხვა რეგიონებში გოგონა მოკრიბეებით უკვე დაკავებულია, დაინტერესებულები არიან და ვფიქრობ ეს გოგონების ჩართვა კრივში კიდევ უფრო პოპულარულს ხდის ზოგადად ამ სპორტის სახეობას.
კი ბატონო, კრევის ტრადიციები საქართველოში ოდითგანვე ვთქვათ არსებობდა, ბოლო პერიოდში შეიძლება ვინმე თქვას, რომ ვთქვათ განებრივებულები არა ვართ, მაგრამ ეხლა თქვენ როცა საუბრობთ, გადიოდა კადრები, ლაშაგურულის ჩვენ ამ თემაზე მივალთ, მაგრამ ამამდე ასევე რომ მივყვეთ ქრონოლოგიას ისევ, უნდა მივიდეთ 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, ასევე რომელიც ჩეხეთში გაიმართა და საიდანაც ასევე ბევრი მედლით დაბრუნდა საქართველოს ნაკრები. შეიძლება თუ ითქვას თუ არა, რომ ვთქვათ ახლო მომავალში ლაშაგურულს შეემატება ძალიან ბევრი პერსპექტიული მოკრიბე, რომელმაც შეიძლება იგივე გზა გაიაროს. რა თქმა უნდა, აგერ თქვენც აღნიშნეთ, ეს წელიწადი მით უმეტეს ქართული კრებისთვის ძალიან უხვი იყო მედლების რაოდენობით. ახალგაზრდა მოკრიბეების უსწავლიანი დღეს უკან ჩამოვიდნენ ჩეხეთიდან, საიდანაც 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი ჩამოიტანეს და მათ შორის ბიჭებში გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეთ. ეს კიდევ ერთხელ მეანიშნებს იმას, რომ მწვრთნელების ფედერაცია ჩართულები არიან ბავშვების განვითარებაში, პირადი მწვრთნელები, რა თქმა უნდა, ნაკრების მწვრთნელები, ფედერაციასთან ერთად მიდის სწორი მუშაობა, გეგმება საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრება, ერთობლივი შეკრებები სხვადასხვა ქვეყნების მოკრიბეებთან და ფაქტიც სახეზეა, რომ არაგვიანებ შედეგის და უკვე 200 უკობრივ ჯგუფში ასაკში ჩვენ უკვე წელს მრავალი მედალი გვაქვს მოპოვებული და კიდევ დარჩენილია ლევანდოვის წელს 2 ევროპის ჩემპიონატი, ესენი არიან 23 წლამდე და ჭაბუკი მოკრიბეთა ევროპის ჩემპიონატებზე გვაქვს დარჩენილი კიდევ მონაწილეობა და ფიქრობ რომ აქაც ჩვენი მოკრიბე წარმატებით დაასრულებენ თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლოს შეჯამება იქნება გარკვეულწილად ქართული სპორტის მოკრიბეების მედლები შეიძლება წინა პოინტზე ითქვის ბატონო. კი ბატონო, აი ლაშას საკითხამდეც მივედით და ლივერპულამდე, სადაც ასევე შეიძლება ითქვას, რომ მედლის გარეშე არ დაბრუნებულა არსაიდან პრინციპში საქართველოს ნაკრები და აქაც ვთქვათ ლაშამ გუნდელებთან ერთად გაგვახარა, თან ვიცით მისი რაღაცა ბექგრაუნდი წარსული და ეიმედება ქართულ სპორტის, შეიძლება ვინც კარგად ჩახედილი არ არის კრივში, მხოლოდ ლაშაგურულის სახელი და გვარი ასმოდეს, მაგრამ არიან ასევე სხვა სპორტსმენები, ვისაც ასევე მაღალი შედეგები აქვს, იგივე ლივერპულში საფიქსირდა მედლების ფაქტი, ხო? თუ შეგიძლიათ გითხრათ ლივერპულზეც 2 სიტყვით და შემდეგ გადავიდეთ უკვე ეროვნული ჩემპიონატის საკითხზე. რაც შეეხება ლაშაგურულს, მოგეხსენებათ ყველა კრების მოყვარულმა ის ლაშაგურული ბოლო წლების ერთ-ერთი ქართველი მოკრიბე, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია თავისი შედეგებით, იგი არის ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიო ფინალისტი, ორჯერ მსოფლიო პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი, ევროპის ფინალისტი, ევროპის პრიზიორი და ბოლო 6 წელიწადია ლაშაგურული არ ბრუნდება არც ერთი შეჯიბრებიდან მედლის გარეშე. რაც შეეხება ლივერპულის მსოფლიო ჩემპიონატს, ლაშაგურულმა დაიკავა საპრიზო მესამე ადგილი და მას რომ არ ჰქონოდა ხელის ტრავმა, რომელიც ტრამბითაც მან პირველი 3 ჩხუბი, 3 ბრძოლა ჩაატარა ტრამირებული ხელით. ფიქრობ, რომ მეტი შედეგი გაკეთება შეიძლება მისგან, მაგრამ უკვე მეოთხე ბრძოლაში, ნახევარფინალურ ბრძოლაში მას ხელის ტრავმა შეუშალა ხელი და სამწუხაროდ ექიმის გადაწყვეტილებით შეჯიბრებას გამოვეთიშეთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთი ქართველი მოკრიბე იყო სამედლო ბრძოლაზე, მოოთხე ფინალში ეს იყო გიორგი ყუშტაშვილი, რომელმაც წინა ბრძოლაში დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი ყაზახეთის წარმომადგენელი, სადაც მიიღო წარბის და შუბლის ტრამმა, იქ ექიმმა კი დაუმუშავეს, ასე თქვათ, გაუკერეს წარბი, მაგრამ შემდეგ ბრძოლაზე უკვე უკრაინის წარმომადგენელთან პირველივე რაუნდში ისე მოხდა ამ წინა ბრძოლის გამომდინარე ტრამვის გახსნა, ნაკერების გახსნა და სამწუხაროდ ექიმის გადაწყვეტილებით შეჩერდა ბრძოლა, თორემ ყუშტაშვილი გიორგისაც შეეძლო ამ შეჯიბრებაზე მოპოვება ნებისმიერ სინჯის მედლის.
კი ბატონო, გეთანხმებით ნამდვილად. მაგრამ ვინდა დავასრულებთ ჩვენ საუბარს, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ალბათ მაინც როგორც აი წინა სტუმართან მიმართებაში იმისათვის რომ აი ნაკრების პირველი ნომრები გამოიკვეთოს, არის საქართველოს ჩემპიონატი და ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტ უნარიანი ჩემპიონატი შეიძლება იყოს, რადგან ბევრი საინტერესო მოკრევია ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც შეიძლება თავის შანსს ელოდებოდნენ კიდევ. მე მახსოვს წლები, როცა ბათუმში ტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატი წლის ბოლოს, შარშა როგორც ვიცი თბილისში გაიმართა და წლევანდელი წლის ღონისძიებაზე თუ შეგიძლიათ გითხრათ, თუ არის გაწოდილი ლოკაცია, ან როდის ჩატარდება და ვთქვათ, რა დონის შეჯიბრებას ველით და რამდენად მაღალ კონკურენციას. წელს საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება აუცილებლად, ამ ზუსტად რამდენიმე საათს მქონდა ლაპარაკი ნაკრების ფროსთან და ბატონ მერანჯიჭინაოსთან და დეკემბრის თვეში გაიმართა ეროვნული ჩემპიონატი. ამ დროისთვის ჩვენ ჯერ ადგილმდებარეობა არ ვიცით, სად ჩატარდება, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატი აუცილებლად იქნება და ეს იქნება ჩემპიონატი, რის შემდეგაც უკვე მომავალი წლის შეჯიბრებებზე დაიგეგმება გამარჯვებული ჩემპიონატ პრიზერ მოკრიბების გამგზავრება. ასე რომ ეროვნული ჩემპიონატი აუცილებლად იქნება დეკემბრის თვეში, ამ ეტაპზე არ ვიცით ჯერ ლოკაცია სად იქნება, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში ყველაფერი გარკვეული იქნება. გასაგებია და ბოლოს ერთი პატარა შეკითხვა ასევე გვექნებოდა თქვენთან. ჩვენ ვიცით რომ აი ვთქვათ მოკრევეები ძირითადად გასაგებია რომ თბილისში არის ვთქვათ თავარი სკოლები, მაგრამ შევსება საქართველოს ნაკრები და ვთქვათ საკმაოდ ისეთი სიტყვა რო ვიხმართ მარგალიტები არიან ვთქვათ ნებისმიერ სპორტის სახეობაში არ მხოლოდ კრივში, რეგიონებიდან მოდის მაინც ძალიან ბევრი სპორტსმენი, ვინც ვარჯიშობს ამ სპორტის სახეობაში, ვინც არის მაქსიმალურად მოტივირებული. თუ შეგიძლიათ გითხრათ, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში რეგიონებში კრივის განვითარებასთან დაკავშირებით რა ნაბიჯები ეს გადადგმა იგეგმება მომავალში? წერალს აღნიშნე, რომ საბედნიეროდ ქვეყნის მასშტაბით არა მარტო კრივს, ყველა სპორტის სახეობას მაქსიმალურად აქვს ყურადღება მიქცეული, მათ შორის კრივსაც რა თქმა უნდა, მოგახსენებთ, რომ ეხლა დაგეგმილია თითქმის ყველა რეგიონში ახალი სპორტ სასახლეების, სპორტული სკოლების აშენება, სადაც ყველა სპორტის სკოლაში გამოყოფილი იქნება კრივის დარბაზი. რაც შეეხება რეგიონებს, თბილისთან ერთად რა თქმა უნდა, ყველა რეგიონი ჩართულია ამ სპორტის სახეობაში და დარბაზებში, კრივის სკოლებში საკმაოდ ბევრი ბავშვები არიან, მსურველები ბევრი არიან, რომ იარონ ამ სპორტის სახეობაზე და აქედან გამომდინარეა ზუსტად რომ ბოლო წლებში, რამდენიმე წელია ქართულ კრივში შედეგები წამოვიდა და შედეგები გვაქვს. ეს მინდა გითხრათ, რომ ეს დამსახურება რა თქმა უნდა არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, მაგრამ რომ არ იყოს მაქსიმალური დახმარება სპორტის სამინისტროდან, ოლიმპიური კომიტეტისგან გამორიცხული იქნება ეს შედეგების გაკეთება და მინდა ვისარგებლო შემთხვევით მადლობა გადავხადო სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს, რომ მაქსიმალურად გროჩიურგანან არა მარტო ქართულ კრივს, ზოგადად ქართულ სპორტს და აქედან გამომდინარეა, რომ დღევანდელ დღეს დამამოცემულებით ქართული სპორტი და მათ შორის კრივის უმაღლეს როლებზე დგას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და გელოდებით ასევე მომავალი ჩემპიონატებიდანაც მედლებით ხელდამშვენებულს წარმატებებს უსურვებთ მოკრევეებს, რა თქმა უნდა, წლის ბოლოს გისურვებთ იმას, რომ ყველაზე მაღალი რაოდენობა გქონდეთ და ყველაზე მეტი რაოდენობა ფედერაციებს შორის მედლების, როცა იქნება შეჯამება ერთგვარი. მადლობა რომ გვერდებოდით დღეს გადაცემაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს იყო გადაცემის სტუმრების ნაწილი, გადავდივართ უკვე მიმოხილვაზე და ვიდრე იქნება ჩვენი გადაცემის უცვლელი რუბრიკა დაიჯესტი, ანუ გასული ხმების მიმოხილვა, მინდა შევეხო ნაწილს, რომელიც ალბათ არის პრობლემური, განსაკუთრებით ფეხბურთს ეხება ეს ამბავი. გუშინ გაიმართა ბათუმში კრისტალოთერმული ლიგის ერთ-ერთი ბოლო არა, მაგრამ დასკვნითი ტურების მაჩები მიმდინარეობს. იყო მატჩი გონიოსა და დინამო თბილისის თუ შემადგენლობას შორის. ჩვენი განაღების ჯგუფი იმყოფებოდა ამ მატჩზე, რომ გადაიღო რეპორტაჟი და თქვენთვის დღეს გვეჩვენებინა, მაგრამ სამწუხაროდ გონიო საფეხბურთო კლუბი დამარცხდა და გუნდის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ მარცხის შემდეგ ჩვენი გადაღების ჯგუფისთვის ინტერვიუები აღარ მიეცათ. არ ვიცი, ფეხბურთში, სპორტში ზოგადად წაგებას მეგობრებო უნდა შეეგუოთ, ეს რა ვიცი,
არ არის ალბათ ჩემგან სასწავლები საკითხი და შეიძლება ხან წააგოთ, ხან მოიგოთ, ამაში არანაირი პრობლემა ჩემის აზრით არ არის და ელემენტარულად უნდა ისწავლოთ მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ურთიერთობაც, ესეც ალბათ ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და სხვანაირად ვერ განვითარდებით, წინ ვერ წავალთ. წარმატებებს ვუსურვებ ორივე გუნდს, მაგრამ მომავალში იმედია რომ ასეთ პრობლემებს აღარ შევეხებით და აღარ გვექნება გადაღებასთან დაკავშირებით, რადგან ცხოვრებაშიც, სპორტშიც წაგებაც ალბათ ღირსეულად მისაღები ამბავია. უნდა გადავიდეთ მიმოხილვაზე და ჩემი კოლეგა ლანა ჯაფარიძე უნდა მოვიხმო, რომელიც მოგვიყვება გასული უქმეების საინტერესო სპორტულ სიახლეებს, მე კი დაგმშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე კეთილისურვებით ნახვამდის. მე კი მოგესალმები ბესო და მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დღეს როგორც ყოველთვის საინტერესო სპორტულ სიახლეებს მოგიყვებით. სარაგბო კლუბი ბათუმი რაგბი დიდი 10-ის მე-7 ტურის შეხვედრაში სტუმრად არმიას დაუპირისპირდა და მეტოქე 25-19 დაამარცხა. რაგბის პლატოზე გამართულ შეხვედრაში ბათუმელებმა მეტოქე 3 ლელო დაუდეს. გატანილი ლელოებით თავი პიტერ ვილიამსმა, რომა მახათაძემ და ზურა ნინიძემ გამოიჩინეს. რაც შეეხება დარჩენილ ქულებს, 2 ზუსტად შესრულებული გარდასახვითა და 2 გატანილი ჯარიმით გუნდს რეზი ჯინჭველაშვილი დაეხმარა. მომდევნო შეხვედრას სარაგბო კლუბ ბათუმი 31 ოქტომბერს შინ რუსთავის ხარებთან ჩაატარებს. საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ბუბა ბერიშვილის გუნდმა სუპერლიგის მეორე ტურის შეხვედრაში კავკასიის უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და მეტოქე 76-64 დაამარცხა. ბათუმელებს მაირინ ტომასმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულა 10 მოხსნა 2 გადაცემა დააგროვა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. სტუმართა რიგებში კი ყველაზე შედეგიანი 19 ქულით ხავიერ ბელი იყო. მომდევნო შეხვედრას შავი ზღვისპირელები 7 ნოემბერს სტუმრად ვიქტორ სანიკიძის აკადემიასთან გამართავენ. სტარტი ნამდვილად კარგი იყო, უბრალოდ სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ ერთი გამთამაშებლით ვიყავი და ისიც დაგვენტრა და ძალიან რთულად ვიტყოდი, რომ რთული თამაშს ველოდებოდი უფრო, მაგრამ რაღაც მომენტებში გარდავტეხვა მაინც შევიტანეთ და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ის ხვაობა არ დაგვეკარგა. ვიტყოდი, რომ ცოტა მესამე-მეოთხე პერიოდში ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვით, არასწორი გადაწყვეტილებები ჰქონდა, ამანაც იქონია რაღაც გარდამწყვეტი მომენტი, მაგრამ შესაბამისად გარდატეხვა მაინც მოვახერხეთ და რაღაც დეტალები გამოვასწორეთ და თამაში მოვიგეთ. დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრა სტუმრად გაგრასთან გამართა და დიდი ანგარიშით 4-1 დამარცხდა. მასპინძლებიდან დუბლი გიორგი ხარებაშვილმა შეასრულა. თითო-თითო ბურთი კი რატი არდაზაშვილმა და გიორგი პაპუაშვილმა გაიტანეს. ბათუმელთაგან პრესტიჟის გოლი ლუკა წულუკიძემ გაიტანა. 30 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 37 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 4 ნოემბერს შინ იბერიასთან ჩაატარებს. 7 ოქროს, 10 ვერცხლისა და 18 ბრინჯაოს მედალი. ასეთია კონტაქტურ კარატეში საქართველოს ჭაბუკთა იუნიორთა და ეროვნული ნაკრების მონაგარი. ბათუმი Open 2025-ზე. ამ შედეგით საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. შეჯიბრების დასკვნით დღეს 18 წამდელთა შორის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული ავთანდილ პარწიკანაშვილმა დაისაკუთრა, რომელმაც ფინალში თანამემამულე დიმიტრი მსხალაძე დაამარცხა. უფროსთა კატეგორიაში კი ჩვენი ნაკრებიდან ვიცე-ჩემპიონობა დავით მსხალაძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალური ორთაბრძოლა ყაზახ ანჟეი კინზერსკისთან დათმო. კარგი ტურნირი იყო, ძალიან რთული ამ ტურნირში გამარჯვება, ძალიან ღირსეული მოწინააღმდეგეები მყავდა. იქიდან გამომდინარე, რომ მაქვს უკვე ტიტულები აბსოლუტურ ზონაში, დავამატებ, რომ ძალიან კარგი მოჩხუბრები არიან ჩვენი ბიჭები და ძალიან ვამაყობ მათი. ფინალი იყო ძალიან რთული ბრძოლა ჩემთვის, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და ქართველისთვის რთულია ქართველთან ჩხუბი. მაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით, ვფიქრობ შემეძლო მეტი, არ იყო ეს ჩემი მაქსიმუმი და ვეცდები რომ შემდეგ წლებში გამოვასწორო ეს ჩემი ჩხუბი. პირველ რიგში აღსანიშნავია შეჯიბრების ძალიან მაღალი ორგანიზებული დონე და რა თქმა უნდა სპორტული ხარისხი. ხედულობაში მაქვს სპორტსმენთა
კვალიფიკაცია და უმაღლესი რანგის კვალიფიკაციის სპორტსმენები ასპარეზობდნენ. ორთაბრძოლებმა გვაჩვენეს, რომ მოქმედი იაპონიის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები მართლაც უმაღლეს დონეზე იყვნენ მომზადებულები. სამწუხაროდ ჩვენ ამ ეტაპზე დავმარცხდით და ვერცხლის მედალს დავჯერდით, თუმცა ვფიქრობ, რომ დავით ფსხალაძის გამოსვლა ბათუმის სტატამზე იყო ძალიან შთამბეჭდავი და მე ულოცავ ყაზახ სპორტსმენს გამარჯვებას და ეს ჩვენთვის კიდევ კარგი გაკვეთილია, რომ ასეთ ერთობლივ შეჯიბრებებში და საცხოვრელ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა. ისტორიაში პირველად სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისმა ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში სპორტსმენები 25 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები გამოვლინდნენ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. ჩვენი ნაკრებიდან მსოფლიო ჩემპიონობა საბა ინანეიშვილმა იზეიმა. ბრინჯაოს მედალი კი უჩა ტაბატაძემ მოიპოვა. ოქროს ასოებით შევა, რა თქმა უნდა, დღევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი, ეს არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში ტარდება ქართულ ჭიდაობაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ იუნესკოში წინა წლებში ვაღიარეთ ქართული ჭიდაობა როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და დღეს გადაიდგა სახელმწიფოს მიერ ნაბიჯი იმისა, რომ ქართული ჭიდაობა უფრო პოპულარული გახდეს სრულიად მსოფლიოში. ძალიან ამაყივარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონობა ქართულ ჭიდაობაში მოვახერხე და გავხსნა ჩემპიონი. საფეხბურთო კლუბმა გონიომ ეროვნული ლიგა 2-ის 30-ე ტურის შეხვედრაში გათამაშების აუთსაიდერს დინამო თბილის 2-ს უმასპინძლა და 1-2 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან გოლები მიშა მუშკიდიანმა და ნანა კოფიდონკორმა გაიტანეს, ხოლო მასპინძელთა რიგებიდან გოლის გატანა ლევან ინგოროყვამ მოახერხა. 30 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გონიო ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 31 ქულით გასავარდ ზონაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ლევან ჯოხაძის გუნდი 1 ნოემბერს შინ იბერთან გამართავს. ორივე გუნდისთვის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ჩვენთვის აღებული სამი ქულა, ყოველი თამაში ფინალის ტოლფასია და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. მე მინდა ჩემ ბიჭებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი დადეს, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს იყო მომენტები, საიდან შეიძლებოდა გოლში გადაწილიყო, მაგრამ დღეს ჩვენ მოვახერხეთ, რომ მოგვეგო ეს თამაში და მინდა რომ ჩემ გუნდს, ჩემ სტაფს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. იმედი მაქვს, რომ ამ სერიას ისევ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ან გონიოს გუნდი ჩვენ თლიანად შევისწავლეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ზუსტად ვიცოდით როგორ თამაშობდნენ და დავდგით ის სცენარი, რასაც ჩვენ ვარჯიშებზე ესე ვთქვათ, ვემზადებოდით რა წვრთნელის დავალებები ზუსტად გადავიტანეთ მოედანზე და რა თქმა უნდა, ბრძოლის გარეშე ხა ესეთი თამაშები ჩვენ პირდაპირ ჩვენს ზევით არის ეს გუნდი და ესეთი თამაშები რა თქმა უნდა ბრძოლის ხარჯზე იგება რა. ლიეტოვის ქალაქ კაუნასში ფუტზალის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ჩვენი ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს და მისი მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან. ჯგუფის შეხვედრები ლატვიაში ქალაქ რიგაში ჩატარდება. მეოთხედფინალში ასპარეზობას პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გააგრძელებენ. აქვე გეტყვით, რომ ფუტზალის ევროპის 2026 წლის ჩემპიონატს სამი ქვეყანა სლოვენია, ლატვია და ლიეტუვა 21 იანვრიდან 7 თებერვლამდე უმასპინძლებს. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდით, კაი ის არის, რომ მოწინააღმდეგეს ყველას ვიცნობთ, საფრანგეთი შესარჩევზე ჩვენ ჯგუფში იყო ერთად, მოხვდით ლატვია მასპინძელი, რომელიც ძალიან უმატებს ყოველ წელს. ვფიქრობ, ჩვენც არა ვართ საჩუქარი დანარჩენი გუნდებისთვის. დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ წინა ევროპის ჩემპიონატის გამოცდილება მაგრად დაგვეხმარება ამ ევროპის ჩემპიონატზე და ძალიან კარგია რა მოკლედ იმ მოთამაშეებისთვის, ვინც პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატს, ნახავს თუ რა არის უმაღლეს დონეზე თამაში და რაღაცა ბარიერი გადავლახეთ, ეხლა ვნახოთ აბა ტოპ ნაკრებებთან როგორ ვიქნებით მზად. პირველ რიგში რა თქმა უნდა უდიდეს პატივი და мотиваცია, პასუხისმგებლობა ეს ყველაფერი ერთად. და მოხარული ვარ, რომ მეორედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე ZZ.
ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, როგორც წინაზე ჯგუფიდან გასვლა იქნება. იეული მეტოქე ყველამ ვიცით, რომ არ შეხვდებოდა ევროპის ჩემპიონატს 16 გუნდში არ არსებობს იეული მეტოქე და ამიტომ დავიწყებთ უკვე მუშაობას, მოწინააღმდეგეების შესწავლას, ამხანაგურებით იქნება ბევრი და მაქსიმალურად თვესდებით მომიზადოთ იანვრისათვის. რაც შეეხება გუნდის მიზანს, ისევ იგივე, მინიმუმ ის მიზანი გვექნება, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, დანარჩენი უკვე გამოჩნდება რიგაში. დღეს კი ეს ბოლო სპორტული სიახლე იყო. მე მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.